უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით მესამე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკაში 533 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, რაც წყლიურად გაურმაგებული მაჩვენებელია. უწყებაში განმარტავენ, რომ FDI-ის ზრდა განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით. ინვესტორ ქვეყნებს შორის ამერიკის შეერთებული შტატები 17.5%-იანი წილით ლიდერობს, მეორე პოზიციაზეა ესპანეთი 13.5%-ით, მესამე ადგილზე კი თურქეთია. წამყვან სექტორებს შორის პირველ ადგილზე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებია, მეორეზე უძრავი ქონების სექტორი, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი კი წამყვანი სამეულის ბოლო პოზიციაზეა. იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში სულ 1.297 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. საქართველოს უმსხვილეს ინვესტორებს შორის არიან აეროპორტებისა და პორტების მმართველი კომპანიები, ასევე სამშენებლო და უძრავი ბაზრის სექტორის წარმომადგენლები. საქსტატის მიერ ბიზნეს პარტნიორისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2025 წლის მესამე კვარტალში ინვესტორი კომპანიების ტოპ-ატეულში სოკარ ენერჯი ჯორჯია, მაგთიკომი, ტავ ურბან საქართველო, ფოთის საზღვაო ნავსადგური, ქართული ცემენტი, მინა, ტოიოტა კავკასია, სილკ როუდ გრუპ ჰოლდინგი, აქვალია საქართველო, IG დეველოპმენტ ჯორჯია არიან. ცნობისთვის საწარმოები არ არის დაალაგებული რეიტინგის მიხედვით. პარლამენტმა უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმაზე კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო. კანონპროექტის თანახმად სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულიად უფასო გახდება და ეს მოდელი მომდევნო სასწავლო წლიდან შევა ძალაში. საუნივერსიტეტო სისტემაში გამონაკლისი სპეციალობების გარდა დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი მაგისტრატურას. უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღებისას კვოტების რაოდენობრივი განაწილება შრომის ბაზრის არსებული და პოტენციური მოთხოვნების ანალიზს დაეფუძნება. შრომის ბაზრის კვლევის შედეგები კი უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. კვლევა მიმდინარეობს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. მინისტრის მოადგილემ კომიტეტზე ასევე კიდევ ერთხელ განმარტა, რას გულისხმობს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი, რომელიც პროფესიების არჩევას ეხება. ახალი სასათბურე მეურნეობა საგარეჯოში უკვე რამდენიმე თვეა ადგილობრივ მოსახლეობას ბიოპროდუქტით ამარაგებს. სათბურები სულ რამდენიმე თვეა აშენდა, სადაც ამ ეტაპზე 2 ჯიშის კიტრი და ღია გრუნტზე სალათის ფურცელი მოჰყავთ. პროდუქცია ჯერ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, თუმცა დაგეგმილია ახალი კულტურების გაშენებაც, რაც კომპანიას ხელს შეუწყობს რეალიზაციის არეალის გაფართოებაში. სასათბურე მეურნეობის მთავარი მიზანი იმპორტირებული პროდუქციის ქართულით ჩანაცვლებაა. პროექტი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში განხორციელდა. ჯამური საინვესტიციო ღირებულება 80,000 ლარზე მეტია. ციფრული ტრანსფორმაცია 5 მილიონამდე გაგზავნილი დოკუმენტი, 6 მილიონზე მეტი განხორციელებული ხელმოწერა და 30 მილიონზე მეტი დაზოგილი ფურცელი. ქართული ციფრული დოკუმენტ ბრუნვის პლატფორმა სწრაფი ტემპით ვითარდება, რამდენად მზარდია ელექტრონული დოკუმენტების ბაზარზე მოთხოვნა და რას თავაზობს ქართული სტარტაპი მომხმარებელს. არსებობის 4 წლიანი ისტორიის დაგენერირებული შედეგების და გეგმების შესახებ საუბარს ზვიად წოწყოლაურთან, Signify-ის დამფუძნებელთან გავაგრძელებთ. მოგესალმებით ბატონო ზვიად. დიდი მადლობა რომ ხართ დილიდან ჩვენთან და უნდა ვისაუბროთ ძალიან საინტერესო თემაზე. მოდით პირველ რიგში მოკლედ კიდევ ერთხელ გაგვაცანით თქვენი კომპანიის საქმიანობის დეტალები, რას საქმიანობთ და რას ნიშნავს ესეთი ქაღალდიდან პიქსელამდე ესეთი ფრთიანი გამოთქმა, რომელიც ძალიან მოგწონს და დილიდან უკვე არაერთხელ გავიმეორე. დილამშვიდობისა, თათია, მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმებით ტელემაყურებელს. ხო, რო შევახსენოთ მოკლედ და ვინც არ იცის რო განმარტოთ, მოკლედ Signify არის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ეხმარება ბიზნესებს, რომ გააციფრულონ დაკონტრაქტების პროცესი. მარტივად რომ ვთქვათ, მოკლედ თუ აქამდე როგორც წესი, როცა ჩვენ გვჭირდება ხოლმე სხვადასხვა ტიპის ან ხელშეკრულების გაფორმება ვინმესთან, ან მიღება ჩაბარების ან ნებისმიერი დოკუმენტის, თუ აქამდე მოკლედ ბიზნესები როგორც წესი ამას გაუშვებდნენ ხოლმე პრინტერზე, მერე დაიბეჭდებოდა, მერე შეიძლება გიაწვდნენ, გაუგზავნდნენ, მოაწერდნენ ხელს, მოკლედ ეხლა Signify-ის საშუალებით ეს ყველაფერი ხდება ელექტრონულად, რაც ბადებს მოკლედ იმ სიკეთეებს, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, მათ შორის დაზოგადებას და რამდენად მზარდია ციფრული დოკუმენტ ბრუნვის ბაზარი ჩვენს ქვეყანაში 2021 წლიდან დღემდე, რომ
გითხრათ ერთის მხრივ ბიზნესის ქცევა როგორია, რამდენად უკვე დამაჯერებელია მათთვის ეს მოცემულობა, რომ გითხრათ და მომხმარებელი როგორ ხდება ამ ყველაფერსთან, რამდენად მარტივად ვადაპტირდით ამ პროცესთან? ვფიქრობ, რომ ბევრად უკეთ ვიდრე წარმოგვედგინა თავიდან როცა ვიწყებდით, ანუ ჩვენ წელი არ გქონია, სადაც არ გაორმაგებულიყო, ანუ წლიდან წლამდე ყოველთვის ორმაგდება ჩვენი ეს ძირითადი მაჩვენებლები, რაც ჩვენ თავარი საზომი არის მოკლედ დოკუმენტების რაოდენობა, რაც მეტი დოკუმენტი შეწერება ხელი ელექტრონულად, ეს ნიშნავს, რომ ნაკლები დოკუმენტი იბეჭდება და მიდის პრინტერზე. რაც შეეხება მომხმარებელს, აქაც ბევრად უფრო პოზიტიური მოკლედ გამოხმაურება გვაქვს, ჩვენ ვზომავთ მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსს, მაშინ როცა ისინი დაასრულებენ თავის საქმეს და ასე ვთქვათ, დაასრულებენ თავის ელექტრონულ ხელმოწერას, მე მეკითხებით ხოლმე როგორ იყო თქვენი გამოცდილება და ისეთი ციფრია მიგვირს კიდევაც ხანდახან, ანუ 90%-დან მეტი ამას აფასებს ან 4.5 ვარსკვლავით, ან 5 ვარსკვლავით, რაც ძალიან იშვიათი არის ხოლმე. თუმცა მეორე მხრივ შევხედოთ მოკლედ იმხელა როგორ თქვა ტკივილი ხანდახან მოკლედ ანუ ვერ წხვდებით რომ ანუ რას ვეუბნებით ადამიანს რომ მოდი ჩემთან ოფისში და მოვაწერე ხელი როცა შეიძლება 1 საათიან საცობში მოხდეს ხოლმე გზაში ან უმარტივებთ ხოლმე ხანდახან საქმეს და ეუბნებიან ხოლმე რომ ამობეჭდე დაასკანერე და გამომიგზავნე მაგრამ თითქოს მარტივია მაგრამ სკანერი ბოლოს როდის ნახეთ აი თქვენ ან ხანდახან პრინტერიც ყოველას არ აქვს ხო სახში მოწავიდეს სადღაცას ან ოფისში ამოპრინტოს შესაბამისად ალბათ ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი, რატომაც მომხმარებელსაც მოსწონს საკმაოდ. ზუეთ, საინტერესოა ვისთან თანამშრომლობთ უფრო აქტიურად, ეს არის ბიზნეს სექტორი, სახელმწიფო უწყებები და ასევე საინტერესოა რა არის ის ყველაზე მოთხოვნადი როგორ ვთქვათ, პროცესი თუ საქმე, სერვისი, რასაც იყენებენ თქვენგან. ხო, ჩვენ ერთ-ერთი ალბათ რაც გაგვიმართლა, ანუ თუ სხვა მსგავს ტექნოლოგიურ კომპანიებს შევხედავთ, არის რომ ჩვენ კლიენტი არის ყველა, ანუ მოკლედ ხელშეკრულებები და შეთანხმებები ყველა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომელ ინდუსტრიაში მოღვაწეობს ეს კომპანია, ან გუნდს მათ შორის, ხო? ძირითადად მოკლედ ანუ უბრალოდ ყველა ინდუსტრიაში ყავს კლიენტები და სხვადასხვა ზომის ყავს, როგორც ტოპ ანუ ყველაზე მსხვილი კომპანიები, ისე ხუთკაციანი პატარა კომპანიებიც და მათი რაოდენობა ჯამში არის 1000 და ესეც უცნაურად მოხდა, ანუ გვეგონა თავიდან რომ უფრო ჯერ პატარები იქნებოდნენ ჩვენი კლიენტები, მე საშუალოდ მე მსხვილები და პირიქით მოხდა, უფრო დიდმა კომპანიებმა დაიწყეს ეს ტრენდი და მე გადავიდა საშუალოებს და პატარებზე და თვითონ კომპანიის შიგნითაც მოკლედ ყველა მიმართულება, რომელსაც კი ეს დაკონტრაქტების პროცესი ეხება, ეს შეიძლება იყოს გაყიდვები შესყიდვები ადამიანური რესურსების გაყოფის თანამშრომელი აქვს სამსახურში უფორმოდ ხელშეკრულებას, ფინანსები, ინვოისები, შედარების აქტები და ასე შემდეგ. ასე რომ ანუ ვერ გამოვყოფ იმდენად მოკლედ დივერსიფიცირებულია როგორც ინდუსტრიების მხრივ, ისე თვითონ აი გუნდების მხრივ შიგნით. ასევე მინდა უპირატესობებზე გკითხოთ, აი რაც ზედაპირზე დევს ეს არის, რაც უკვე ახსენეთ, მაგალითად დროის მენეჯმენტი, გამარტივებული პროცესები, ასევე რა თქმა უნდა გარემოზე ზრუნვა, იმიტომ რომ არ მოვიხმართ ქაღალდს და ეს ყველაფერი ციფრულად ხდება. დასაქმებული ადამიანების რიცხვი, რომელიც როგორც ვიცით, თქვენს კომპანიაში უკვე 30-ია და გეგმები გაქვთ ზრდის, რა თქმა უნდა. გარდა ამისა, რა არის ის მთავარი უპირატესობები, პრიორიტეტები, რაც მსგავს მიდგომებს ახლავს ზოგადად მსოფლიოში და მათ შორის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება ჩვენს რეალობაზეც. კი ბატონო. ხო, მოკლედ ჩემი აზრით ძირითადი ღირებულება, რაც მიგვაქვს ჩვენი კლიენტებისთვის, არის საქმის გამარტივება. ცალსახად მოკლედ ძალიან დიდია ხარჯის კომპონენტი, როცა ამდენ რაღაცას ასე ვთქვათ, აღარ ბეჭდავ, არ გჭირდება იმის ინფრასტრუქტურა, პრინტერის ამორტიზაციის ხარჯები და ასე შემდეგ. ასევე არის მოკლედ ასწრაფება პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი, ხშირად როცა ასე ვთქვათ, ხელს ჩავარტყავთ ხოლმე მხარეები და ვიძახით, რომ დავიწყოთ მოკლედ ურთიერთობა. და მე მიდის ხოლმე რაღაც შეიძლება ერთკვირიანი ან ორკვირიანი ეს ხელშეკრულების შეთანხმების პროცესი და აი ამ დროის დაპატარავებაც ძალიან დიდი ღირებულებაა. თუმცა მოკლედ ჩვენი დაკვირვებიდან რაც გამოიკვეთა მთავარი მამოტივირებელი არის საქმის გამარტივება ხალხისთვის, იმიტომ რომ დღეს მოკლედ უკვე მაშინ როცა ყველა ასე ვთქვათ
ყველა პროცესი შეეხო ეს გაციფრულება. მე და გამოვყოფდი, რომ ალბათ ეს დაკონტრაქტების პროცესი ერთ-ერთი ბოლო იყო, რომელსაც შეეხო, იმიტომ რომ ჩვენს ასე სმარტფონების ერიდან დაწყებული შეიცვალა ჩვენი ქცევა ყველაფერში, აი როგორ ვურეკავთ ერთმანეთს, როგორ ვუგზავნით წერილებს, როგორ ვახსენებთ, მაღვიძარას როგორ ვიყენებთ და ალბათ მოკლედ დაკონტრაქტების პროცესი იყო ერთ-ერთი ბოლო, რასაც შეეხო, თუმცა გვიხარია რომ მოკლედ შეეხო. და ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხი, როდესაც გვესმის ციფრულად ხელმოწერა პირველ რიგში, რაზეც ვფიქრობთ, ეს არის რამდენად უსაფრთხო და დაცულია ეს ყველაფერი, ხომ? მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურ ხელმოწერას და რა თქმა უნდა ამ დოკუმენტის შენახვას მთელი რიგი თავისი პროცესები ახლავს უსაფრთხოების ნაწილში, თქვენ რას გვეტყვით, როგორ უზრუნველყოფთ უსაფრთხოებას ამ ნაწილში? კი ბატონო, მოკლედ ერთ-ერთი გამოწვევაა მთავარი, როცა ჩვენ ვსაუბრობთ მოკლედ განსაკუთრებული კატეგორიის, როგორ თქვა, სენსიტიურ და კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, რომელიც წერია ხოლმე ხელშეკრულებებში, როგორც წესი. ანალოგი რო გავაკეთოთ მოკლედ აქამდე დამკვიდრებულ მეთოდთან, ხშირად მივეძახი ხოლმე აი შეჩვეული ჭირის ეფექტს, იმიტომ რომ იმ კითხვებს, რომელსაც აი თქვენს თავში რაც მოდის ეხლა და მათ შორის ჩვენი კლიენტების მხრიდანაც ისმება ხოლმე, თუ შევატრიალებთ ამ კითხვებს და დავსვათ, რომ ანუ დღეს რა პროცესიც გაქვს, იქ როგორ აზღვევ ამას, მე გამოიკვეთება, რომ თურმე იქაც უპასუხო არის მთელი რიგი კითხვები და ძალიან ბევრი რისკი, რომელიც ახლავს, აი თქვენ ახსენეთ შენახვის და აი პარტნერის კვლევა არსებობს, სადაც მათი კვლევის შედეგად ყოველი მე-20 დოკუმენტი, რომელიც ფურცელზეა დაბეჭდილი და შენახული, ვეღარ პოულობენ. ანუ იკარგება როგორც წესი. რაც მოკლედ ელექტრონული დოკუმენტის შემთხვევაში თითქმის წარმოუდგენელია, იმიტომ რომ უმარტივესია მისი მოწევნა. თუმცა ბუნებრივია, მოკლედ ამ ყველაფერთან ერთად დგას რიგი გამოწვევები, რაც ციფრულ ინდუსტრიაში უნდა შექმნა. ბუნებრივია სხვა რისკები, რომელიც იმას არ ახლა. შეიძლება ყავა არ დაგექცეს იქ ხელშეკრულებაზე და არ გაგიფუჭდეს, მაგრამ სხვა რისკები ახლავს იმას. ამ კუთხით ალბათ რავი ჩვენი ძალისხმევის საკმაოდ დიდი ნაწილი მიდის იმ დღიდან, როცა დავიწყეთ, იმიტომ როცა ვიწყებთ ჩვენ გვესმოდა, რომ არ ვაკეთებთ რაღაც გასართობ აპლიკაციას ან რაღაცას. კანონმდებლობა არსებობს, რაც არეგულირებს ამ საკითხს, რასაც თქვენ ემორჩილებით. ბუნებრივია, საქართველოში არსებობს ელექტრონული ხელმოწერების და სანდო სერვისების კანონმდებლობა, რომელიც ანალოგია ევროკავშირის EIDAS დირექტივის. რაც შეეხება მოკლედ ამ თვითონ უსაფრთხოების კუთხით, არ არსებობს რაღაცა ტიპის, როგორ თქვა, ჩვენ რეგულირებადი ინდუსტრია არ ვართ დღეს, თუმცა თვითონ კომპანია თავისი ინიციატივით მოკლედ პაკეტით ბევრ რამეს, მათ შორის ვართ სერტიფიცირებული უსაფრთხოების სტანდარტით, საერთაშორისო, რომელიც არის ISO 27001 წლიდან წლამდე, ანუ რეგულარულად გადის ჩვენი როგორც სისტემა, ისე ინფრასტრუქტურა. ანუ თვითრეგულირების სტანდარტი გაქვთ ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი. სხვანაირად არ გამოგულა. ბატონ ზიად და ბოლოსკენ მივიდივართ და აუცილებლად უნდა გკითხოთ, ქვეყნის შიგნით უკვე თქვენი მომხმარებლები ძირითადად გენერირდებიან დედაქალაქში თუ რეგიონებშიც ხართ გასული და ასევე კომპანიის გაფართოებას თუ განიხილავთ, თქვათ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რა მიმართულებით? ძირითადად მოკლედ დაიწყო თბილისში, თუმცა ყავს საქართველოში კლიენტები სხვადასხვა რეგიონებიდანაც. ეხლა ორი კვირის წინ მქონდა ძალიან საინტერესო ღონისძიება ბათუმში და ძალიან ბევრი კომპანია დაინტერესდა იქიდანაც. საქართველოში მოკლედ ვფიქრობ, რომ უკვე მეტწილად ბიზნესებს აქვს ინფორმაცია Signify-ზე, ზოგი უკვე არის ჩვენი კლიენტი, ზოგი არ არის და იმედი გვაქვს რომ მალე გახდება. რაც შეეხება მოკლედ ანუ საქართველოს გარეთ, ორი რეგიონი იქნება ჩვენთვის პრიორიტეტი, შემდეგი ერთი ტირე 2 წლის განმავლობაში. ერთი არის ჩვენი სტრატეგიული განვითარების მიმართულება, რომელიც უკავშირდება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას. აქ უკვე პირველი თანამშრომელი ავიყვანეთ დაახლოებით 2 კვირის წინ, რომელიც იქნება საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი და მეორე ასევე გვინდა მოკლედ ჩვენი არსებული კავშირები და კლიენტი გამოვიყენოთ და ეს პროდუქტი ასევე სომხეთის ბაზარზე გავყიდოთ. შესაბამისად, იქაც აეხავართ პროცესში, რომ
პირველი თანამშრომელი ავიყვანოთ. შესაბამისად, ეს იქნება ფოკუსირებული ბაზრები, თუმცა Signify-ის დღეს უკვე ყავს კლიენტები 20 სხვადასხვა ქვეყნიდან, ძირითადი მაინც საქართველოა და უბრალოდ გვინდა რომ ასე ვთქვით, გავზარდოთ ფოკუსი სხვა იმას. კი ბატონო, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ხშირად ისმის კითხვა AI ჩაანაცვლებს თუ არა ადამიანს. თქვენ მინდა გკითხოთ ქაღალდი საბოლოოდ გაქრება და ჩანაცვლდება ციფრული დოკუმენტაციით. არ მგონია, ანუ არ გაქრება, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირდება. ჩვენი რეკომენდაცია არის რომ ქაღალდი გამოვიყენოთ მოკლედ ბევრ სხვა რაღაცაში, მაგალითად დავხატოთ ზედ და ამ შემდეგ, მაგრამ არა დაკონტრაქტებაში, იმიტომ რომ ამისთვის არსებობს უკეთესი გზა და ეს არის Signify. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო თემის გაშლისთვის, რაც ბევრისთვის ალბათ იყო სიახლე. ზვიად წოწყოლაური Signify-ის დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით ციფრული ხელმოწერის ტენდენციებზე ჩვენს ქვეყანაში.